კლოდის ალბათობითი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება პასუხი არ შეესაბამებოდეს ჩვენ მოლოდინებს. მაგალითად, იგი შეიძლება იყოს ზოგადი, გრძელი, პასუხი შეიძლება არ მიყვებოდეს ფორმაც, ან იყოს დამაჯერებელი, მაგრამ არაზუსტი. და ბოლოს, პასუხის ტონი არ იყოს სწორი. მოდით დავვნახოთ თუ რა არის გამომწვევი მიზეზები და მათი მოგვარების გზები. პირველი, ზოგადი პასუხის შემთხვევაში თქვენი პრომპტი არ შეიცავს კონტექსტ-სპეციფიური სიტუაციის შესახებ. მაგალითად, უამზადი იმეილი პროექტის დაგვიანებასთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად უფრო კარგი იქნებოდა დაგვეწერა უამზადი იმეილი ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისათვის და მოახსენებთ, რომ პროგრამის ინტეგრირება 2 კვირით გვიანდება. პირველ დაგვიანებას ისინი მოთმინებით შეხვდნენ. ეს მეორე დაგვიანება. იმეილი უნდა ჟღერდეს პროფესიონალურად, მაგრამ ფონად უნდა გასდევდეს მობოდიშების ტონი. როგორც ხედავთ, ამ მეორე შემთხვევაში პრომპტი მდიდარი არის კონტექსტით და შესაბამისად, კლოდის პასუხიც იქნება კონკრეტული და სიტუაციას მორგებული. მეორე, პასუხი შეიძლება იყოს გრძელი. ამ სიტუაციაში კლოდი ცდილობს პასუხის სიგრძის გამოცნობას. და ამის თავიდან ასაცილებლად, პრომპტში უნდა მივუთითოთ, თუ რამხელა პასუხი გსურს. მაგალითად, მომიმზადე მოცემული დოკუმენტის 2 პარაგრაფიანი შეჯამება. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში 2 პარაგრაფიანი შეჯამება კლოდს უკონკრეტებს პასუხის მოცულობას. მესამე, ფორმატის არ მიყოლა. ამ შემთხვევაში კლოდმა გაიგო თუ რა გინდათ, მაგრამ ვერ გაიგო როგორ გინდათ. კარგი იქნება პრომპტში მივუთითოთ, თუ რა ფორმატის პასუხი გსურს. მაგალითად, თითოეული სექციის ჩამონათვალისათვის გამოიყენე მარკირებული პუნქტები და მუქი სათაურები. მარკირებული პუნქტები და მუქი სათაურები კლოდს უთითებს პასუხის ფორმატს. მეოთხე, დამაჯერებლად არასწორი პასუხი. ამ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა კლოდისთვის გვეთქვა, რომ გამოიყენებინა საძიებო სისტემები, გამოეხატა სანდოობის დონე, ან წარმოედგინა წყარო. მაგალითად, ამ თემაზე პასუხის გაცემისას, გთხოვ გამოიყენო საძიებო სისტემა. პასუხის თითოეულ პუნქტს მიუთითე სანდოობის ქულა და ასევე წყარო, თუ რა წყაროზე დაყრდნობით იძლევი ამ ინფორმაციას. და ბოლოს, არასწორი ტონი. დეფაულტად მისი ტონი არის პროფესიონალის ტონი. სხვა ტონის სურვილის შემთხვევაში საჭირო არის პრომპტში მივუთითოთ, თუ რა ტონით გსურს, რომ პასუხი დაგვიბრუნოს. მაგალითად, ეს ტექსტი გადაწერე მკაცრ ავტორიტეტულ ტონში, თითქოს სამეცნიერო სტატიას წერს, ზუსტი ტერმინოლოგიით და პირდაპირი ფორმულირებით. მაგალითად, ასე, კვლევა ცხადყოფს, რომ აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვნად აღემატება არსებულ ალტერნატივებს. როგორც ხედავთ, ზუსტად არის გაწერილი სასურველი პასუხის ტონი. მოცემული წესების გამოყენება უზრუნველყოფს კლოდის უფრო შედეგიანი პასუხის მიღებას და მასთან უფრო შედეგიან მუშაობას.